მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე, მაია ქესაური. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. გრძელდება რუბრიკა გავაცოცხლოთ ისტორია. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ეფრემ მეორე კათოლიკოს პატრიარქს ერისკაცობაში გრიგოლ შიოსძე სიდამონიძეს. თქვენის ნებართვით მოკლე ცნობებს მოგაწვდით ეფრემ მეორის შესახებ, რომელიც დაიბადა 19 ოქტომბერს 1896 წელს სოფელ დოეში, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი 1970-72 წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა 1972 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვა მცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი დაინიშნა. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი, მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში და ბოლოს დაკრძალულია თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში. ეს მოკლედ, რაც მე გესაუბრეთ, რაც მე ვისაუბრე და ამაზე ვცლად მის ბიოგრაფიაზე და მოღვაწეობაზე გვესაუბრება გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი ბატონი გიორგი ჩადუნელი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, სასიამოვნოა ის თქვენი სტუმრობა და თქვენი მოსმენა. გამარჯობათ, ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენთან კოლეგიალური ურთიერთობა. თუ შეიძლება მოკლედ, უпростоრად ვცლად და ამომწურავად გვესაუბროთ ეფრემ მეორის ბიოგრაფიაზე და მის მოღვაწეობაზე. ჩემთვის ის როგორც ბევრისათვის ეფრემ მეორის სახელი ამოტიტვიდა 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ჩემთვის ეს ადამიანი ხელახლა აღმოვაჩინე, როცა მუზეუმში მოგვიწია ერთი 14 წლის წინ სასულიერო პირებზე სესია ჩავატარეთ, მათ შორის ჩვენმა თანამშრომლებმა წაიკითხა თემა ეფრემ მეორის შესახებ, მაგრამ უნდა გითხრათ სიმართლე, რომ შემდეგ და უფრო შევიღე მის შესახებ ცნობებს, ისტორიას და ძალიან გაოცებული დავჭი, რამდენად დიდი პიროვნება ყოფილა, რამდენად თავდაპირველი, რამდენად პრინციპული, რამდენად ქვეყნისა და ერის მოყვარული და რამდენად დატანჯული და ნაწამები ადამიანი და აქვე წინასწარ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ შეიძლება დოესის არა გითხრა, მაგრამ ბევრმა შეიძლება კასპი არც იცის მისი შესახებ, არა და ნამდვილად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სოფელ დოეში დაიბადა, გაიზარდა მამამისთან ერთად ახალგაზრდა ყმაწვინა ჯერ კიდევ 1918 წელს, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, მათ ხელი აქვს მოწერილი ამ პეტიციაზე. ახალგაზრდა მამამისი სასულიერო პირი ბრძანდებოდა ბატონიშიო, გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. დარჩენები დამთავრების შემდეგ რეკომენდაცია გაუწევს თბილისში სასულიერო სემინარში გააგრძელა სწავლა და აი ზუსტად ამ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ ჩამოყალიბდა თბილისში ჩვენი დიდი ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით, ერთ-ერთი პირველი მსმენელი გახდა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე და ასწავლიდნენ ისეთი კორიფეები, ქართველი მეცნიერები, როგორც ჩვენი ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, გიგო ანთაძე და სხვები და სხვები. ძალიან მუდომებითა და სიყვარული დაეწაფა ამ სამეცნიერო სწავლას, მაგრამ შემდგომ საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ გაუცრობდა გულიმეს საერო ცხოვრებაზე და გადაწყვეტა სასულიერო გზით წასულიყო, რომელიც მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ახალგაზრდა ეფრემ სხვადასხვა ეფრემის სახელი შეურჩიეს მისი საყვარელი მასწავლებლების კორნელი კეკელიძის რჩევით და მალევე მოძღვრად იყო
შემდეგ დააწინაურა ამას ხელი შეუწყო საქართველოს ეკლესიის მეწმინდანად რაც ამბროსი ხელაია. 1927 წელს უკვე მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი გახდა უკვე ეპისკოპოსი და განაწესეს კახეთის ალავერდის ეპარქიაში. ამ დროს უკვე დაწყებული იყო სასულიერო პირების დევნა. უგზავნიდნენ წირვის ჩატარებას, ეკლესიებს ხურავდნენ, გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა მეფე მეორის ჩატარება და ითხოვა თბილისში გადმოიყვანა დროებით და მაშინდელმა კათოლიკოს პატრიარქმა სინოდს მიმართა. კი მაგრამ მღვდელმთავარი როგორ გაუშვა ეკლესიაში რიგით მოძღვრად, ესეთ რამე არ ხდებოდა, მაგრამ დაუშვეს გამონაკლისი და თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში განაწესეს მოძღვრად და აქ ერთი საინტერესო პასაჟია, როგორ თვითონ იგენებდა მოწმინდა სენატარის ეფრემ მეორე პატარა ოთახში იყვნენ სენაკებში შეხიზნულები წმინდა ბარბარეს ეკლესიაში, შენო ხუდიდეკების ქუჩაზე და არეულ პერიოდი რომ იყო კარგად ჩარაზეს კარებები, შევამოწმოთო ხომ არაფერი და დაიძინეს, მოისვენეს და ღამე თუნდე რაღაცა ის იბძნო ამან ცივი ხელი შეხება ბუდიში რაღაც მყრალისუნიო და დაგმე ქრისტეს ჯულიო და მე შემეშინდა, მაგრამ მოვიკრიფე დავხონეო და არასოდეს არ დავთმო ქრისტეს ჯულისა, განმე ჩემგან სატანაო და ისაუცრება თუ დახანსო გაქრეს ისო. ხილვა. ამათეთ შუქი უთხარი მორჩილისო, სასულიერო პირისო. არაფერი არ გამიგიაო და მე რომ ნახეს საუცრება რა იყო იცი, ის ჩაკეტილი რამოდენიმე კრიტიკი კარებები ღია იყო. ეკენებათ ცნობილი და ეს ალბათ ნიშანიაო, რომ დიდი განსაცდელი მოგელისო და სხვათა შორის მალევე დააპატიმრეს 1927 წელს ვერ გადაურჩა ეფრემ მეორე და უნდა ვთქვათ, რომ 37 წლებში ერთადერთი მღვდელმთავარი იყო, რომელიც გადასახლებული იყო ციმრიში ხანგრძლივი პერიოდით. მანამდე რა თქმა უნდა ამბროსი ხელაია უწმინდა სინოდის საქართველოს პატრიარქი დაპატიმრებული იყო ცნობილი წერილის გენუის კონფერენციას რომ მიმართა, მე გადაასახლეს რუსეთში და შემდეგ დახვიდეს, მაგრამ მღვდელმთავრებიდან 30 წლებში ერთადერთია და სხვა არ ყოფილა. ძალიან მძიმე პირობებში იყო, არ უყვარდა საუბარი გადასახლების წლებზე, ციმბირში საშინელ ყინვებში, ამცირებდა თან სპეციალურად ყავდა მიჩენილი ერთი ებრაელი ზედამხედველი, რომელსაც ზიზღი ჰქონდა პათოლოგიური ამ ქრისტიანული პირების მიმართ. და ყინულის ლოლვებსაც კი ადებდა ყველანაირად ტუალეტში გასაწამებდა და ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა პარადოქსი, შეახდება ხოლმე ძალიან მომგრეობის სისტემებში. ცოტა ხანში გადაიყვანეს, როგორც ცნობილი ალბათ თქვენთვის, ზედამხედველი სხვა კოლონიაში. გავიდა რამოდენიმე წელიწადი და ახალი ნაკადი რომ მოვიდა პატიმრებისა, იქ იყო ეს ზედამხედველი პატიმრების სიაში, ამისი მწვალებელი და სხვა პატიმრებმა რა თქმა უნდა ცუდად მიიღეს დამცირება და ის სამაგიეროს გადახდის მიზნით და საოცრება რა მოხდა იცი? ეფრემ მეორე პირველმა გაუწოდა ხელი, თავისი ლოგინი დაუთმო. შეიფარა, დაუთმო და ის ზედამხედველი ესე იგი გაუგნდა ისე არ მოელოდა ესე იგი ამ ხელას იკეთის დანახვას და ებრაელი ზედამხედველი თუნახაში მოენათლა მართლმადიდებლად იმ ხელად მოექცა და 40 წელში 1940 წელში გაანთავისუფლეს. აქაც ერთი საინტერესო და მართლა უცნაური ის მოხდა შემთხვევა, რომ მაშინ დიდ მდინარეზე გადმოსვლელი არ იყო, რთული იყო, ბორანი დადიოდა ამ რუსეთის რომელიც დიდ მდინარეში კვირაში ერთიო. და ყველაზე ბოლოს მისულა დაბეჭდებული იმპერიისთვის ფიზიკურად თანხაც აქონია და ეხოცებოდა ამიშვით ბორანზეო და არა ადგილი აღარებოდა და არ აუშვეს. წავიდა ბორანი, დარჩა ნაპირზე დამწუხრებული ეფრემ მეორე რანაირად ამდენი ხანი როგორ გავძლებოდა. რა მოხდა საოცარი იცი? ის ბორანი რა დაემართა ზუსტად არის ჩაიძირა. ყველა ის იქ ყოფი დაიღუპა. დაიღუპა. შემდეგ კათოლიკოს პატრიარქ საქართველოს მაშინდელი შეატყობინა თხოვა დახმარება ტაშკენტში იყო, ჩამოიყვანეს ეკლესიაში ისევ დაუთმეს ადგილი შესაბამისი და აქვე ერთი პატარა იმასაც გეტყვით, საინტერესო მომენტს რომ ცნობიო რაღაცა ძალა, რაღაცა ის მფარველობდა გადასახლებაში ამდენიმეს გაუძელიო და
ფიქრობდიო ნეტა ვინ არის, ნეტა რა ის არისო და პირველად რომ მოსულათ სიონის ეკლესიაში რომ შესულა უცებ გაჩერდა წირვაო ჭაღარა გრძელთმიანი სასულო პირი რომ დაინახეს ყველამ შეხედა გაუცებლა არა და მანამდე იყო შავთმიანი სასიამოვნო შეხედულების დელთავარი და დაინახეს ჭაღარა და ყველა გაჩერდა და ამან თვალები დახუჭა თურმე ეფრემ მეორე და რომ გაახილა შეხედა პირველივე ხატს და აღმოჩნდა სერაფიმე საროველის ხატი რომლის სახელობის ეკლესია ბორჯომის ხეობაშია განთავსებული პატარა გადახვევითა შარშან ჩვენი მუზეუმის თანაშრომები მიყავით მოვილოცეთ იმ ეკლესიაში თქვენც გიწევთ და სხვასაც უთეთ რეკომენდაციას რომ მოინახულონ მწყინველი ადგილი ბორჯომში და მოვილოცონი შეუდგა ეფრემ მეორე ნაყოფიერად სასულიერო მოღვაწეობა მიუხედავად უამრავი სირთულეებისა უამრავი აკრძალისა წარმოვიდგინეთ ალავერდის ეკლესიაში შედის რომელიც აღმასკომის თავმჯდომარე და წირვას აჩერებინებს ამაზე მეტი ის რა უნდა ყოფილიყო წირვასო არა გაკუფლება წირვა ჩაატარო აი ესეთ მძიმე პერიოდში მოხდა მისი აღსაძრება 1960 წელს ეფრემ მეორის სხვადასხვა იყო სხვადასხვაობა მაგრამ ჯანსაღმაზმა გაიმარჯვა და გუნდერთავრობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ეფრემ მეორე საოცარი ის იყო მაგრამ თავმდაბალი ადამიანი მოგძალებული მე არ ვიცი არც მინახი არც გამიგონია და ერთი სურათია თუ არა გაქვთ ნახული ყველას უჩევ ნახოს დაღლილი ზის სკამზე ჩაულებრივი სამოსი და ჭურჭელი რომ გარეცხა სადილოების თვითო და წესო დამაშრალი ვისვენებო ასეთი ფოტოა ჩვენთანაც არის ასლი მუზეუმში დაცული აი ესეთი თავმდაბალი ადამიანი იყო მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა და როცა საეკლესიო ღირსების საქმეს ხება უკან არიხევდა ეს არის მორიდებულ ადამიანი ისეთი პრინციპულ წინააღმდეგობას იწვევდა მაშინდელ ხელისუფლებას რომ თვით მინისტრს ჩაბწოს თავმჯდომარე ბატონი გივი ჯავახიშვილიც კი დაიხია უკან თუმცა ერთხელ მაგიდაზე ხელი დაუტყა თხოვდა რომ ლაპარაკი იყო რომ ახალი აქტმა დაბეჭდილიყო და 500 ეგზემპლარიო მაშინ საკუთარი სტამბა ქართულ ეკლესიას არ ჰქონდა სახელმწიფოზე იყო აბსოლუტურად დამოკიდებული და 500 მცირეაო რევლიდი ყავს ბევრივე და ვერ მოყოფინებ თურმე რელიგიურ საქმეთა წამნებულს თქვია არა ბატონო ფული არ არის ამდენი არ არის კამათი წასულა და უცებ გივი ჯავახიშვილს მაგიდაზე ხელი დაუტყავს კარგით ვერა როგორც არის ესე იქნებაო დანახეთ თქვენი მით ბატონ ეფერებს უკაცრავად უწმეს მომენტას ეფერებს ხმა არ ამოუღია ერთ შეხედვით მაგრამ წამომდგარა მე თქვენთან საუბარს წვეთო აღარასოდეს თქვენთან კონტაქტი არ მეუქნებაო იმიტომ რომ შენ ვისუყვირი ხარ მე ვარო 2000-იანი ეკლესიის მეთაურიო ხელმძღვანელიო თქვენ ვინ ხართ კარგად წამდებოდი მე მიხვდა რომ მინცაც თავმჯდომარე ძალიან უხეშად გამოუვიდა ბატონო ეფრემ ბატონობით მიმართავდა ყოველთვის არა ბატონო ეფრემ მობრძანდი და აიქნების აღარ მისულა არასოდეს აღარ მისულა მიუხედავად ბევრი მიუგზავნა აი ეს და რა მოხდა პარადოქსი იცი იმ შევაჭრება რომ გაეგრძელებინა ეფრემ მეორეს შეიძლება 1000-მდე დაბეჭდილიყო მაგრამ რო აღარ გამოცხადა იცით რამდენი დაიბაჭდა 5000 ეგზემპლარი დაიხია და ასევე რაკაც ხმლის ხელი ურევია კი რა თქმა უნდა შენობა არ ქონდა საპატრიარქოს თავისი წართმეული ქონდა ითხოვდა ან თბილისში ამაშენებინეთო საბურთალო ექნება თუ ვაკე მაშინ ვაკე არ იყო ესე ძალიან ათვისებული და მე გამონაკლისი დაუშვეს რომ ცხეთაში გამოუყვეს ადგილი იქ მოხდა და სასწავლებელი ხო უნდა ქონდესო აღარ არის განსწავლებელი აღარავინო და დართესნება და აი აქედან მოდის წეგან თქვენ ახსენეთ სასულიერო სასწავლებელი გახსნა რომლის პირველი რექტორი ჯანდებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და იქიდან მოდის ამდენი განსწავლული მღვდელმთავრების წამოსვლა წინ არაერთი შეხებია კიდევ ეფრემ მეორის მაგრამ იმოდენა ის დაიმსახურა პატივისცემა თვით მაშინდელ ხელისუფლებაში რომ ერთხელ ლოდბარი ცურავიშვილი იგონეს რომელიც გუნდი გალობდა სიონის ეკლესიაში და ერთხელ რომელიღაცა წირვი დროს შემოვიდაო მაშინდელი კომპარტიის ეკონომიო ჟავანაძე არა მწყნარად იდგაო არ შეხებიაო და ხო შენიშნეს რომ ეფრემ მეორე იქვე იდგა გარა და მივიდაო ჟავანაძეო ხელზე ამორაო იდგა მცირეხით არავინ არ შეუძლებია წავიდაო და შეიძლება ბევრისთვის ცოტა ის წარმოუდგენელია ეს ფაქტი მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ
ადამიანი როცა თავისი პიროვნული რისებებით და თავის საქმის სიყვარულით გამოირჩეოდა, მტერით თუ მოწინააღმდეგეთ კი პატივს სცემდა ეფრემ მეორის, რომელიც ფათაშორის არ მინდა გამიგოთ, რომ მხოლოდ იმის იმას გავუსვი ხაზი სასულიერო მოღვაწეობას, ის თქვენც აღნიშნეთ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ასევე.